ინდარამიზნი ჩამოიტანა საქართველოში სამი ქვეყნის გავლით 6 ასაფეთქებელი მოწყობილობა. სუსი აღძრული საქმე საკმაოდ რეზონანსული აღმოჩნდა. იმის გამო, რომ საშიში მოწყობილობებისა და ნივთიერებების მოძრაობის ორგანიზატორად უკრაინის მოქალაქე და პარტია ხალხის მსახურის წევრი ანდრეი შარაშიძე დასახელდა. საქმესთან დაკავშირებული გარემოებების შესწავლა დაიწყო უკრაინის საელჩომაც. სწორედ საელჩოს დღევანდელმა განცხადებამ გამოიწვია ვნებათა ღელვა პოლიტიკურ სპექტრში. საქმის პოლიტიზირებისგან თავშეკავების თხოვნა მმართველი გუნდის წევრებისთვის გაუგებარია. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გასაჯაროებული მასალები ხელისუფლებას აფიქრებს, რომ საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას ცდილობენ. ამ კონტექსტში დღეს უკრაინელი მაღალჩინოსნების ძველი განცხადებებიც გაიხსენეს. ქართული ოცნებისგან განსხვავებით გამოძიების მიმართ კითხვები აქვს ოპოზიციას. სუს გახმაურებულ საქმეზე დღეს აღარაფერი უთქვამს, საგამოძიებო მასალებიდან ცნობილია მხოლოდ ის, რომ საქართველოში ფარულად ჩამოტანილი და მასშტაბურ ზარალზე გათვლილი ასაფეთქებელი მოწყობილობების ნაწილი რუსეთში უნდა გაეტანათ. ის, რაზეც საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გამოძიებას ატარებს, ახლა საქართველოში უკრაინის საელჩოს ინტერესის საგანიც ხდება. რა ხდება საქმეში, რომლის მიხედვით საქართველოში უკრაინიდან ასაფეთქებელი მოწყობილობები შემოვიდა, რომელთა ნაწილი რუსეთში უნდა გაეტანათ. სუსი ორგანიზატორად პრეზიდენტ ზელენსკის პარტიის წევრს ასახელებს. ვიდრე უკრაინის ძალოვანი უწყებები ამ საქმეს არ ეხმაურებიან, უკრაინის საელჩო საქართველოში დეტალების გარკვევას საკუთარ თავზე იღებს და საქართველოს მოუწოდებს. არ მოხდეს ამბის პოლიტიზირება და ყველაფერი ობიექტურად დადგინდეს. საელჩო იმედოვნებს, რომ ქართული მხარე ამ საქმის პოლიტიზებისგან თავს შეიკავებს. გამოუხატავთ დაინტერესებას და მზადყოფნას კონსტრუქციული ურთიერთობისთვის სამართალდამცავ და საქართველოს სხვა კომპეტენტურ ორგანოებთან. ვიდრე უკრაინის საელჩო ხელისუფლებას ნაკლები პოლიტიზირებისკენ მოუწოდებს, ბევრისთვის რთულია ამ მასშტაბის გამოძიებაში პოლიტიკური კონტექსტისთვის გვერდისავლა. განსაკუთრებით თუ კი გადავხედავთ არც თუ ისე შორეულ წარსულს და უკრაინის მაღალჩინოსნებისგან წამოსულ გზავნილებს. მაგალითად ისეთებს, როდესაც უკრაინის თავდაცვის და უსაფრთხოების საბჭოს მდივანი ალექსეი დანილოვი საქართველოზე ამბობდა, რომ ის უკრაინასთან ერთობლივი ძალებით რუსეთის წინააღმდეგ კონფლიქტს უფრო სწრაფად მოაგვარებდა. ან გავიხსენებთ ალექსეი არესტოვიჩის განცხადებას მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებით, რომ მოლდოვისა და საქართველოს დღევანდელ ხელმძღვანელობაში არ არიან ომის ადამიანები. სააკაშვილს შეეძლო ამის გაკეთება, თუმცა არა ამჟამინდელ ხელმძღვანელობას. ყველა ეს გზავნილი ხელისუფლებისთვის სხვა არაფერი იყო, თუ არა ეგრეთ წოდებული მეორე ფრონტის გახსნის მცდელობა. ამიტომ ახლა უკრაინიდან საქართველოში 6 ერთეული ტროტილზე ძლიერი ასაფეთქებლის შემოსვლა ხელისუფლებისთვის მორიგი საფუძველია. იფიქროს, რომ საქართველოს სამხედრო კონფლიქტში ჩათრევის მცდელობას ისევ აქვს ადგილი. როდესაც ვიღაც ცდილობს ქვეყნის გარეთ, ქვეყნის შიგნით საქართველოს აქციოს რუსეთის აგრესიის სამიზნედ, ეს არის ძალიან მძიმე მოვლენა და ეს არის შემაშფოთებელი. ამით კიდევ ერთხელ დასტურდება ის, რასაც პრინციპში ამბობდნენ უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნები, რომელსაც სურდა და ალბათ დღესაც სურთ მეორე ფრონტი ჩვენს ქვეყანაში. თითქოს მარტივი ჭეშმარიტებაა, რომ საქართველოს ქვეყნის, რომელიც სამხედრო კონფლიქტში არ მონაწილეობს, ნებისმიერი სახის ასაფეთქებელი მოწყობილობის ტრანზიტული გზით გასატარებლად გამოყენება დაუშვებელია. იქნება ეს უკრაინიდან, რუსეთიდან თუ რომელიმე სხვა ქვეყნიდან გამოგზავნილი. შესაბამისად, ახლა ამ საფრთხეების გაცნობიერება და გაანალიზება ზოგისთვის რთული არ არის. ნაწილს მართებულად მიაჩნია სუსის მიერ სავარაუდო ტერორისტული ფაქტის აღკვეთა, რასაც როგორც ფაქტს ენდობიან, თუმცა არ ენდობიან დასახელებულ კონტექსტს, რომ საფრთხეების შესაძლოა უკრაინაში მოქმედი კონკრეტული ჯგუფებიდან ან პირებიდან მომდინარეობდეს. ამ ეტაპზე სუსმა ერთ-ერთ ორგანიზატორად რადას დეპუტატობის კანდიდატი ზელენსკის პარტიის წევრი ანდრეი შარაშიძე დაასახელა და მაინც უკრაინის პრეზიდენტის პარტიის წევრი და პოლიტიკა ზოგისთვის მაინც გამიჯნული რჩება. ამიტომ ოპოზიცია ახლა მტკიცების მაღალ სტანდარტს ითხოვს. პოლიტიკური კონტექსტი რაც აქვს ამ საკითხს, მე ხო გეუბნებით სუსის ამ განცხადებების მიმართ აბსოლუტურად არ მაქვს ნდობა. ფაქტი რაც მოხდა და რაც აღიკვეთა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ეს სწორია. დანარჩენი ჩემთვის მნიშვნელოვანი არ არის. ვისურვებდი, რომ ეს არ იყოს ანტიუკრაინული პროპაგანდის გაგრძელება, რაღაც ის დასახელება ზელენსკის პარტიის და ასე შემდეგ. ძალიან მნიშვნელოვანი ასევე ის მტკიცებულებითი ხარისხი იყოს ძალიან მაღალი, რომელიც არის აუცილებელი ამ კონტექსტში. მაშინ, როდესაც ქვეყანაში სარფის საბაჟო გამშვები პუნქტის მეშვეობით ავტომობილის აკუმულატორში დამალული ფარული გზით 14 კილოგრამის ოდენობის C4 შემცველი ძლიერი და მაღალი დონის სპეციალისტის მიერ დამზადებული ასაფეთქებელი ნივთიერებები შემოდის, არიან ისეთებით, ვისაც უკვირთ, რატომ არის დაკავებული ქვეყნის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იმით, რაც როგორც წესი სწორედ ასეთი ორგანოზიების საგანია. განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც უკრაინა საბრძოლო იარაღის დეფიციტს განიცდის. ამას სოციალურ ქსელში საერთაშორისო გამჭვირვალობის წევრი წერს იმის გათვალისწინების გარეშე, რომ საქართველო არ არის ომში ჩართული მხარე და ნებისმიერი კონტექსტის გათვალისწინებით ქვეყნის ტრანზიტულად გამოყენება ასაფეთქებლის გატანის მიზნით შესაძლოა სწორედ საქართველოსთვის იყოს ზიანის მომტანი. ეს არის სწორი. სუსმა გააკეთა ის, რისთვისაც არსებობს. სუსი ნიშნავს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, ხო? ნებისმიერი უკანონო მსგავსი ტვირთი უნდა დააკავოს და მსგავსი ფაქტი უნდა აღკვეთოს სუსმა.
იმას, რომ საქართველოს ასაფეთქებელი მოწყობილობების ტრანზიტისთვის არ უნდა გამოიყენებოდეს კონტექსტის მიუხედავად ბევრი იზიარებს, მაგრამ ახლა მსჯელობის საგანია, როგორ უნდა მოქცეულიყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და უნდა გაეგო თუ არა საზოგადოებას იმის შესახებ, რომ საქართველოში მსგავსი რამ აღიკვეთა. ანუ სად გადის ზღვარი, რაზე უნდა ჰქონდეთ ინფორმაცია საქართველოს მოქალაქეებს საქართველოში თუ მისი მეშვეობით მის ფარგლებს გარეთ დაგეგმილ სავარაუდო ტერორისტულ აქტზე. სხვა შემთხვევაში ხوار გვეუბნებიან ასე გულუხვად ინფორმაციას. ეს ხო გამონაკლისის შემთხვევაა, თორე ჩვენ სუსის ანგარიშების მეტი რა მოგვისმენია და იქ არაფერი მსგავსი არ წერია ხოლმე, როგორც წესი. ალბათ სხვა შემთხვევაში ყოველდღე არ შემოდის. გამოძიების უკრაინულ კვალთან დაკავშირებით ხელისუფლება არც უარყოფს, რომ საქმე შესაძლოა პოლიტიზირებულია და პოლიტიზირებულია პირველ რიგში იმის გამო, რომ საქართველოს რისკის ქვეშ აღმოჩნდა და ამ მიმართულებით განმარტებები საჭირო და მნიშვნელოვანიც გია. სუს ამ გამოძიებაში კიდევ ბევრი რამე აქვს დასადგენი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით 2 აკუმულატორში ჯამში 6 ასაფეთქებელი მოწყობილობა იდო. დამკვეთმა ერთის რუსეთში გატანასცა და მეორე კი თბილისში გამოაგზავნა. მართალია ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე სუსმა ამ მოწყობილობების განეიტრალება შეძლო, თუმცა ახლა ძიების საგანია. რა იგეგმებოდა თბილისში გამოგზავნილ ასაფეთქებელ ნივთიერებასთან დაკავშირებით? პოლიტიკურია თემა. ქვეყანა იყო უდიდესი რისკის და საფრთხის ქვეშ, რომ მას დაბრალებოდა რუსეთში ტერაქტების მოწყობა. და არავინ ახსენებს ამავდროულად იმ ნაწილს ასაფეთქებელი მოწყობილებებისა, რომელიც საქართველოში დარჩა და საქართველოში აიგეგმებოდა, ამაზე კიდე ცალკე კითხვის ნიშნებია. საქართველოს ტერიტორიის გამოყენების მცდელობა ხდება რუსეთში თავდასხმების ორგანიზებისთვის, რაც ბუნებრივია იქნება გამოყენებული ისევ ჩვენი ქვეყნის საწინააღმდეგოდ, ეს ხელფეხს გაუხსნის ოკუპანტ სახელმწიფოს შემდგომი სამხედრო ესკალაციისთვის. უკრაინაში საქართველოს საელჩო ახლა დაინტერესებულია ქართულ უწყებებთან თანამშრომლობით. მანამდე კი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ამბობს, რომ ასაფეთქებელი ნივთიერების შემოტანაში ჩართული იყო საქართველოს 7, უკრაინის 3 და სომხეთის 2 მოქალაქე.